მოგესალმებით მეგობრებო, მინდა იაგო ხვიჩიასთან ჩაწერილ ჩემს ინტერვიუსთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს გამოვეხმაურო. ნამდვილად მოველოდი, რომ ქოცური მედია რაღაცების სიტყვებზე დაჭერას და კუდის მოგმას დაიწყებდა, მაგრამ განსაკუთრებით საწყენია და ამაღელვებელი, რომ არაქოცურმა საზოგადოებამაც ნაწილმა არასწორად გაიგო ჩემი ნათქვამი, მით უმეტეს რომ ბევრს არც აქვს ნანახი ეს ინტერვიუ რეალურად და რაც გაავრცელეს ესე გამოგლეჯილად, იმაზე დაიწყეს მსჯელობა, რომ აი თითქოს მე რო ვთქვი, რომ ომის პირველ კვირეებში, პირველ ხანებში, როდესაც მე ვიყავი დაკავებული ტყვეების გაცვლით და ამ პროცესის დასაწყისში აღმოაჩინე, რომ ჩვენ არ გვყავდა ტყვეები, ვთქვი, რომ იქით ამხარე, ანუ რუსული მხარე, სეპარატისტული მხარე იყვანდნენ ტყვეებს და ჩვენ არ გვყავდა, იმიტომ რომ ჩვენები ხვედდნენ. ეს სიტყვა ხვედდნენ, ეს არ ნიშნავს, რომ ქართული სახელმწიფო ხვედს და ეს არ ნიშნავს, რომ ქართული ჯარი და ასე შემდეგ, ხო? ჩვენ სამწრო-საცოცხლო ბრძოლა გქონდა მტერთან და უბრალოდ ჩვენებს არ აყავდათ ტყვეები. ჩვეულებრივი ამბავია, იქაც ვთქვი, როდესაც ადამიანს მამას მოგიკლავენ, შვილს მოგიკლავენ, ბიძაშვილს მოგიკლავენ, ახლობელს მოგიკლავენ, სულ არ არის გასაკვირი მათგან ასეთი ქმედება, რომ არ დაინდოს მტერი და ეს ჩვეულებრივი ამბავია. ეს არც ქართული ჯარის, რომელიც მაშინ რეალურად არ არსებობდა, ბრალია და მით უმეტეს დანაშაული, რომელზედაც ასე ვთქვათ, რაღაცას ლაპარაკობენ, რომ აი სადღაც წაგვიყენებენ ამ ამბავს და სადღაც უნდა საქართველოს დაადანაშაულონ თითქოს და არც ქართული სახელმწიფოს, ხო? ეს ხდებოდა ომის დაწყების პირველ კვირეებში, რადგანაც ეს აჟიოტაჟი მოყვა, ცოტა უფრო ვრცლად მოვყვებით თელ ამ ისტორიას, რა იყო და როგორ იყო. მე გახდით ომის დაწყების მომენტში საქართველოში მოქმედ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, რომელსაც ბატონი სანდრო კავსაძე ხელმძღვანელობდა, იმ სამმართველოს უფროსი, რომელიც იყო პასუხისმგებელი ადამიანის უფლებების დაცვაზე უშუალოდ. როდესაც ომი დაიწყო და მალევე სამწუხაროდ გაგრას შეუტია მტერმა, სამწუხაროდ ჩვენ მივიღეთ ის მდგომარეობა, რომ ჩვენი მხრიდან, ქართველების მხრიდან ტყვეობაში აღმოჩნდნენ ჩვენი მეომრები, კერძოდ ეგრეთ წოდებული მეფარიშვილის ბატალიონის წევრები, რომლებმაც ვაჟკაცურად ბოლომდე იომეს მტერთან და როდესაც ტყვია წამალი დაუმთავრდა და უკვე აღარანაირი საშუალება არ ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევისა, მტერმა მოწინააღმდეგენ ისინი ტყვედ ჩაიგდეს. სხვათა შორის შემდეგ ამ ადამიანებს ააშენებიეს თავისი ხელით გუდაუთის რაიონში, გუდაუთასთან ახლოს ტყვეთა საკონცენტრაციო ბანაკი, რომელიც მოგვიანებით მე მოვინახულე და აქვე გეტყვით, რომ ეს 45-ვე კაცი მებრძოლი მე და ჩემმა მოადგილე პალატა ზაქარიშვილმა ჩვენი მეცადინეობით, წითელი ჯვრის დახმარებით სამშვიდობოს გამოვიყვანეთ. მაგრამ ლაპარაკი იმაზეა, რომ ამ ვითარებაში, როდესაც მოწინააღმდეგე მხარე ჩვენ პირველ კვირეებში თხოვდა, რომ ჩვენს გადაგვეცა ვიღაცა, ჩვენ არ გვყავდა ტყვეები და ამასთან დაკავშირებით თქვი, რომ ჩვენები ხვედდნენ თქო, ანუ ჩვენები არ ინდომდნენ მტერს და ეს ბუნებრივია, როცა ომის დროს მტერს არ დაინდობ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის არც ქართული სახელმწიფოს ბრალი, არც ქართული ჯარის ბრალი და ამას ვერავინ ვერსად ვერ წაგვიყენებს ასე ვთქვათ დანაშაულად. როდესაც მე ეს გავაცნობიერე, ის მოვყევი, რომ მომიწია მიუხედავად იმისა, რომ მე უკვე პარლამენტის წევრი ვიყავი 92 წლის პარლამენტის, რომ გამეგზელებია ეს ჩემი ტყვეთა გაცვლის საქმიანობა, მომიწია ფრონტის ხაზზე წასვლა, მე თვითონ ამეღო ავტომატი ხელში და კერძოდ ოჩამჩირის მიმართულებაზე, რომ ჩვენს მოწინააღმდეგეებს არ გაიგოთ, რომ მე ავტომატით ხელში ვიბძვი, იმისათვის, რომ ჩვენს ყოლოდა ტყვეები და ის ტყვეები გამეცვალა ქართველებზე, რომ ქართველების სიცოცხლე გადამერჩინა. აი ეს ასე ვთქვათ გარემოება იყო, მას შემდეგ რაც ეს ვითარება იყო, როდესაც ჩვენთან ნაკლები დისციპლინა იყო პირველ კვირეებში და პირველ ხანებში და
მოწინააღმდეგის მხარეს რუსები იყვნენ, რუსული დისციპლინა იყო, მე ვთქვი რომ ისინი არ ხრეტდნენ, არა, ამიტომ არ ხრეტდნენ, ზოგმაც არასწორად გაიგო, რომ ისინი ძალიან ჰუმანურები იყვნენ. არა, უბრალოდ იმ მხარეს ხელმძღვანელობდა რუსული სპეცსამსახურები და არ ხრეტდნენ არა ჰუმანურობის გამო, არამედ იმის გამო, რომ მათ აინტერესებდათ სამხედრო ხასიათის სადაზვერო ინფორმაცია მოიპოვებიათ იმ ქართველი დატყვევებულებისაგან, რომლებიც მათ ხელში ჩაუვარდებოდათ, იქნებოდა ეს მათ განლაგებაზე, შეიარაღებაზე, რაოდენობაზე, ჩვენს თუ ვინმესთან შეძლებდნენ ჩვენს გეგმებზე და ყველაფერი იმაზე, რაც შეიძლება ჯარისკაცს თუ ოფიცერს ცოდნოდა. აი ეს იყო მათი ინტერესი, ეს იმას კი ანიშნავს, რომ ისინი ჰუმანურები იყვნენ და ჩვენ არ ვიყავით ჰუმანურები. ჩვენ მტერმა მოგვიწყო ეს ომი, ჩვენ მტერმა თავს მოგვახვია ეს ომი და ეს არ იყო ომი ქართველებსა და აფხაზებს შორის, ეს იყო ომი საქართველოსა და რუსეთს შორის. და ამიტომ გასაკვირიც არ არის, რომ რუსული მხარე ამხელა თავისი შეერაღებით და ტრადიციებით, სამხედრო ტრადიციებით ყოფილიყო ბევრად უფრო მომზადებული და ჩვენ მხარეს მაგალითად ოჩამჩირის ფრონტზე, სადაც მე ვიყავი, ძირითადად იბრძოდნენ მოხალისეები, არარეგულარული ქართული ჯარი და მხედრიონი, რომელიც ასევე არარეგულარული ქართული ჯარი იყო. შესაბამისად, იქ ჩვეულებრივი ადამიანების მოქმედება, ემოცია, რაც არ უნდა თქვა პირველ კვირეებში იყოს თუ პირველ პერიოდში იყოს, ეს ვერანაირად ვერ განიხილება ვერავის ვერც სახელმწიფოს დანაშაულად და ვერც ჯარის დანაშაულად. აი ეს მოვყევი, ესა ვთქვი, რომ პირველი პერიოდი ჩვენ გაცილებით ნაკლები ტყვეები ყავდა ვიდრე იმათ. და აქვე გეტყვით, რომ საბოლოო ჯამში მთელი ამ ომის განმავლობაში 13 თვისა და 13 დღის განმავლობაში ვიყავი ამ საქმით დაკავებული, მათ შორის ხან ოჩამჩირის ფრონტზეც ვიყავი და ბოლო შემოტევის დროს უკვე სოხუმის ფრონტზე ვიყავი, ბევრმა ჩემმა თანამებრძოლმა ეს ყველაფერი კარგად იცის, ზოგიერთმა ისიც თქვა, რომ საერთოდ ბარამიძე რა იცის, რა ხდებოდა მაშინო, ესეთებიც მოვისმინე კომენტარები. არა, იქ ვიყავი და ვიბრძოდი იმისთვის, რომ ერთი რომ მტერი მოგვეგიერიებია და მეორე ქართველების სიცოცხლე გადაგვაჩინა და მთლიანობაში დაახლოებით 200-მდე ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე მაქვს მე პირადად გადარჩენილი ჩემს მოადგილესთან ერთად და ამით ვამაყობ. რა თქმა უნდა, ქოცებმა და ქოცურმა პროპაგანდამ ეს გაატარა ერთ ყურში და შეუშვა და მეორედან გამოუშვა და თითქოს აი ახლა გამომიჭირა მე სიტყვებში, რომ თურმე ჩვენ როგორი სასტიკები ყოფილვართ და ხრედით ხალხს და აი ამიტომ საქართველოს ყოფილა დამაშავე. ყველას კარგად გავახსენებ, რომ ეს საკითხი, რომელიც 33 წლის წინ მოხდა, მე-13 საუკუნის წინ მოხდა, დახურულია საერთაშორისო არენაზე და ვერავინ ამ საკითხს, რაც არ უნდა ამგვარი განცხადება ხელზე დაიხვიოს და 1000 კუდი მოაბას, ვერ გადაატრიალებს. ეს საკითხი განხილულია გაეროში, ეს განხილულია ეუთოში, ეს განხილულია ევროპის საბჭოში და ყველა იმ მნიშვნელოვან ორგანიზაციაში, სადაც ირჩევა ასეთი საქმეები და სადაც დადასტურებულია, რომ რუსეთის ფედერაცია აგრესორი, რომ რუსეთის ფედერაციამ ჩაიდინა ეთნიკური წმენდა და რუსეთის ფედერაცია პასუხისმგებელი იმ დანაშაულებებზე, რაც ხდებოდა 1992-93 წლებში აფხაზეთში. და აქედან გამომდინარე ის პროპაგანდა, რომელიც წამოიწყო ქოცურმა ამ კრემლისტურმა რეჟიმმა ჩემ წინააღმდეგ, რომ აი თითქოს მე რაღაცას კარგს კი არ ვაკეთებდი, არამედ თითქოს მე ახლა ტრობ ჩემს ქვეყანას და ჩემს სამშობლოს, ამას ლაპარაკობენ ის ადამიანები, რომლებიც მართლა აი ესე ღია ტუტიფრად ამბობენ, რომ საქართველოს დაიწყო 2008 წლის ომი, ეს არის ის ადამიანები, რომლებიც საპარლამენტო, ეგრეთ წოდებულ საპარლამენტო კომისიებს ქმნიან, რომ დაადანაშაულონ ფაქტიურად ქართული ჯარი და ქართული ხელისუფლება, რომ ჩვენ დავბომბეთ წინარე ცხინვალი და ეს ის ადამიანები არიან, რომელთა ბელადი ლაპარაკობს, რომ ჩვენ თურმე რამეში გვაქვს ვინმესთან ბოდიში მოსახდელი. ბოდიში ჩვენ არავისთან არ გვაქვს მოსახდელი, ჩვენ ვიცავდით 1992-93 წლებშიც და იმის შემდეგაც ჩვენ სამშობლოს ვიცავდით ჩვენს ქვეყანას ისე როგორც შეგვეძლო, იყო რა თქმა უნდა ის წარე უსიამოვნო მომენტებიც, რომელიც მე ვთქვი, ეს არ არის რა თქმა უნდა სასიამოვნო, რაც არ უნდა ვთქვათ სიტუაცია აღწერო, აი ესე როგორც მე ახლა ავწერე, ეს რა თქმა უნდა არ არის სასიამოვნო, იმიტომ რომ არ არის სასიამოვნო და ტრაგიკულია და უბედურებაა, როდესაც ადამიანებს
შვილებს უკლავენ, მამას უკლავენ თუ ცოლს თუ ბიძაშვილს და რა თქმა უნდა გაამწარეს ქართველი ხალხი და ბუნებრივია ისინი არ ცდილობდნენ ტყვის აყვავას. ამაში არაფერი გასაკვირი არ არის, ამაში არაფერი არავისი დასაძრახი არ არის და არავის აღშაშფოთებელიც ეს თემა არ არის და მე ვთქვი უბრალოდ ის, რაც არის სიმართლე, რაც ვიცოდი მე პირადად ვიცოდი, იმიტომ რომ მე ვიყავი ამ საქმით დაკავებული, ტყვეების გაცვლით დაკავებული, მე მჭირდებოდა ტყვეები, მე მქონდა ეს პრობლემა და ბუნებრივია ამის თაობაზე არ საუბრობდი აქამდე, იმიტომ რომ არც იყო ამაზე სასაუბრო. არც უკითხავთ ახლა ჩვენთვის განსაკუთრებით, რომ აი რითი იყავი დაკავებული იმ პერიოდში და ტყვეების გაცვლა როგორ ხდებოდა, მაგრამ აი უშუალოდ ომთან ახლოს პერიოდშიც კი რომ ეს განცხადება გამეკეთებია, ეს არაფერს არ შეცვლიდა არავითარ შემთხვევაში საქართველოსთან მიმართებაში და საქართველოს უდანაშაულობასთან მიმართებაში და არც ქართულ ჯართან მიმართებაში. აი ეს არის სიმართლე, ამიტომ აი ამ ქოცურ პროპაგანდას და მათ ბელადებს ურჩევ, რომ პირში წყალი გამოივლონ, როცა გიორგი ბარამიძის სახელს ახსენებენ და თვითონ თავიანთი ცოდვები მოიკითხონ, როგორ ღალატობენ ისინი მართლა სამშობლოს და მე კი ყოველთვის ვამაყობდი და ვიამაყებ, რომ 200-მდე ქართველი ვაჟკაცი, ჯარისკაცი მყავს გადარჩენილი რუსების და სეპარატისტების ტყვეობას, ერთი მაინც რო გადაერჩინათ მათ, შეუძლიათ შენზე რაღაცა ილაპარაკონ და სხვანაირად გადატრიალებული თქვან და ამის უფლება მათ არ აქვს და ამის უფლებას მათ ნამდვილად არ მივცენ და იმ ადამიანებს, რომლებიც უბრალოდ შეცდომაში არიან შეყვანილი, ძალიან ვთხოვ, რომ ეს ინტერვიუ ყურადღებით მოისმინონ, კონტექსტის მოისმინონ, ისიც მოისმინონ რა ვილაპარაკე, რას ვაკეთებდი და ისე გააკეთონ შეფასებები. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.